გამარჯობა! მე ვარ ქეთანე და დღეს უყურებთ სხვა რაკურსს გია ჯაჯანიძესთან ერთად, გია ჯაჯანიძის გადაცემას. იმედია თემა საინტერესოა თქვენთვის, რადგან უცხოპლანეტელებზე არის უცხოპლანეტელების სრული ვერსია 23 აპრილი, რომელიც ის არის, არ ვიცი. ჩავუშვდეთ, ნახოთ, მოიმარაგეთ საკვები, სასმელი და მოდით, გელოდებით. პლანეტელების სტუმრობას დედამიწაზე. ასევე ვნახავთ ადამიანებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ. სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. ბატონი გიგლა გობეჩია, ჟურნალისტი, ჟურნალ ფენომენის მთავარი რედაქტორი და მხატვარი. მე უნდა დავიბეჭდო მაგ ჟურნალში. ფენომენი ვარ და მაგ ბატონი ზურაბ კოკაია. ბატონი გიგლა 1989 წელს გაზეთ ახალგაზრდა კომუნისტში დაიბეჭდა თქვენი სტატიები. რომელ გაზეთში? ის ციკლი ფრინავ ობიექტებზე. რატომ დაინტერესდით ამ თემით? შეიძლება ჟურნალისტი არ დაინტერესდეს ისეთი ფაქტებით, რომელიც იმ პერიოდში ხდებოდა საქართველოში და დოკუმენტარულად არ გამომეძიებინა ყველაფერი. მით უმეტეს მე ამ თემით დიდი ხნის წინათ ვიყავი დაინტერესებული, მქონდა უამრავი საინტერესო ფაქტი. ეგეთი ჟურნალისტიკა, ეგეთი გამოძიებითი ჟურნალისტიკა იწყება იქ, სადაც ჩვეულებრივი ჟურნალისტიკა მთავრდება. მე ყოველთვის იმ სფეროში ვიყავი, სადაც ესეთი სფერო იწყება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იძულებული გახდა ჩაეტარებინა პრეზიდიუმის დახურული სხდომა. იმიდან არის, ფილმიდან არის ამოჭრილი კადრები, ხო? და თქვენი სხდომაზე არ შეგიშვეს. მე იმ სხდომაზე არ შემიშვეს. ეს ხდებოდა 1990 წლის 11 იანვარს. დიახ. ზუსტად. მე არ შემიშვეს, მაგრამ ნუ ეხლა მოგეხსენებათ მოვახერხე მან შესვლა. მიზეზი რა იყო ამ არ შეშვების? რა გითხრეთ? მიზეზი ის იყო ჩვეულებრივი შიში Y2, გაფრინდნენ Y2. მართლა მოხდეს რაღაცა და იყოს ის, მაგრამ მინდა გითხრათ ვინ და გაფრენილიყო? ამის ვიდეო ჩანაწერი არსებობს ამ რა ქვია მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დახურული სხდომის და სამწუხაროდ გადაცემის დამთავრების შემდეგ აკადემიის მაშინდელმა პრეზიდენტმა აკადემიკოსმა ალბერტ თავხელიძემ სხვა რო ვერაფერი ვერ მოიმოქმედა, უბრალოდ ფირი წაართვა ოპერატორს. კასეტა წაართვა ოპერატორს. დღემდე ეს კასეტა უცნობია. კარგი. ესე იგი, ფაქტი გვაქვს, კამერაზე გადაიღო ქართველმა უცხოპლანეტელების თემში. ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დროს და სხვა რო ვერაფერი ვერ მოიმოქმედეს, მას წაართვეს ეს ფირი. რატომ? საბჭოთა კავშირის დროს და ნაცისტების დროს თავისთავად რაღაცებს ტესტავდნენ, რაღაცებს ქმნიდნენ. საფრენ-აპარატებსაც, ობიექტებსაც და ყველაფერს ჯანდაბას ქმნიდნენ მაგ დროს. ხო და რა ვიცი, ეგ ვიღაცის ის გადაიღო. რომელიღაცებიდან იმავე პერიოდში შევეხმიანე მაშინ და ღია წერილით მივმართე სტალინისგან მიიღო უშუალოდ დავალება. ისინი იკვლევდნენ 1947 წლის ივნისის თვეში ამერიკაში ასე ვთქვათ მფრინავი თებშების მასობრივი გადაფრენის ფაქტს. და სამივე აკადემიკოსის დასკვნა იყო პრაქტიკულად იდენტური. მათ დაასკვნეს და უთხრეს მოახსენეს სტალინს, რომ ეს არ იყო ასე ვთქვათ ამერიკელთა ახალი იარაღი, მაგრამ ეს გახლდათ მოვლენა, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა კვლევას. მაშინვე რა ვიცით რომ ეს ამერიკელების იარაღი არ არის და არ გვაშტერებენ? ან ჩინელების? რა? ამდენაირი ის გვაქვს, რა ქვია, ომში რო იყენებენ რაღაცა დრონებს და რაღაცებს, რა საფრენ თებს თუ რაღაცა მფრინავ თებს ვერ გამოიგონებდნენ? ჩვენს გასაშტერებლად? კი, ყველაფერს იზამდნენ. სტალინს ჯეროდა ნეტა? სტალინს ჯეროდა ყველაფერში. ამოვიკითხე, რომ სტალინი რაღაცას ეძებდა კავკასიაში, რაღაც ნაწილებს, დარჩენილ ნაწილებს. არა მხოლოდ სტალინი, ჰიტლერიც ეძებდა კავკასიაში მას. ბატონო ზურამ, კი, ეგ ფაქტი არის. ფხილველი. დიახ. და დახატეთ, ხო? აი ეს მფრინავი ობიექტები. რა ნახეთ? რთულია ამ თემაზე დღესაც საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ ჯერა. და ვინც ჯერა. მაგრამ არ მჯერა. ნახავს, თვალებს არ უჯერებს. ამიტომ მე თავს ვიკავებდი, სანამ ჩემ ცხოვრებაში არ გაჩნდა ბატონი გიგლა. რომელსაც ძალიან დიდი მადლიერი ვარ. მე და ჩემი დაქალი. ჩემ ცხოვრებაში სანამ არ გაჩნდა თაკო.
რომ ამის მწიმსწრები ყველაფერი იყო ერთი სერიოზული სიზმარი, რომელიც მე ვნახე 84 წელს. მე დავკარგე ფუნჯი, რომელიც ჩემთვის იყო ძალიან დიდი ღირებულების, ჩემი დიდი პედაგოგის. აი ღამე ვხედავ შავ სივრცეში, აი ესეთი რაღაც, მე სტუმრა, ასე ვთქვათ. რა ესტუმრა? მაშინ არც მიფიქრია, რომ ეს ვთქვათ იქიდან არის და რამე. და მოკლედ გამომეხატა ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო ეს ფუნჯი. დილით ავდექი, რა თქმა უნდა, სიზმარი არ მახსოვდა, რომ მივედი ონკან ფუნჯი. დილით ავდექი უკან გოგოს დააკვირდეთ. ჩემი რეაქცია არის ეგ. რა თქმა უბრალოდ მეზარება ხელის აწევა. რომ მივედი ონკანთან, უცებ ხმა. რაღაც სერიოზული ხმა ისეთი. რატო არ უყურებ იმ ადგილს? ნუ მივედი, შევხედე, გავიცინე. ეს ხმა ჩაგესმა? არა, ჩამესმა კი არა, აშკარად იყო ჩემს უკან რაღაც ხმა და მე მივედი მშობლებთან ვიკითხე, ვინმე იყო აბაზანაში იმ მომენტში. და აი პლინტუსი ხმა, რომელმაც უთხრა რატომ არ უყურებ იმ ადგილს? ქართულად. უცხოპლანეტელი ჩამოვიდა და უთხრა ქართულად ფუნჯი, დაკარგული ფუნჯი აპოვნინა უცხოპლანეტელმა? რაღაც ძალა იყო შეიძლება, მაგრამ არა უცხოპლანეტელი. დავყარე ეს პლინტუსი და ვხედავ ჩემი ფუნჯი იქა. ანუ ჩამარხული იყო იქ და თითქოს ეს ფუნჯი იდო მთელი საუკუნე. მე მეორე სიზმარი ვნახე, რომელიც იყო კატასტროფა, მე სოხუმელი ვარ თვითონ. დიახ. და მე ჩემ მშობლებს ვუთხარი, რომ ეს უკვე 88 წელია. მე ვუთხარი, რომ აუცილებლად რაღაც უბედურება ეწვია მეთხე აფხაზეთს. სხვადასხვა ბერმა ნახა, იცით? 92 წლის ივნისია მე გამიფუჭდა მანქანა, ვთხოვე ჩემ ძმას, რომელიც დაკარგულია, ჟული შარტავას თანაშემწე იყო. მიხეილ კოკაია. აი უკვე რომ ბნელდებოდა ის წამოვედი ჩვენ, ამ დროს ისევ ხმა. აი ის ხმა, რაც პირველად გავიგო. და იქ უკვე იყო აი ესეთი ხმადაბალი, მაგრამ ბრძანებითი. აიხედე ზევით. გავაგრძელე გზა და ამ დროს ისევ. აიხედე ზევით და ჩამიქრა ძრავა. ძრავა ჩაქრა, დღესაც მახსოვს, მოდაში იყო ლამბადა სიმღერა. ისიც ჩაქრა, ყველაფერი ჩაქრა და გაჩერდა მანქანა. ლამბადა ჩაქრა. ვიყურები ზევით და ამ დროს იმ ლამბადას და იმ მუსიკის მაგივრად ჩამესმის ყურში აღვავებულა არა გზედეკ აოცარი მუსიკა. კი გეუბნებით? ნუ არ არის მიწიური ეს. ცინცხარო ჩამოვიარე ცინცხარო არსად არც გამიგია. თან ეკო კოსმოსშია გაგზავნილი ეგ სიმღერა. არ ვიცი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ყოველდღე. ბადნოზურა, როგორ ფიქრობთ, ეს იყო, ანუ ხმა, რომელიც თქვენთან მოდიოდა, ეს იყო უცხო პლანეტელი? მე ვერ გეტყვი, ბატონ გიორგი, ახლა უცხო პლანეტელის იყო თუ რა იყო, ყოველ შემთხვევაში მე გავიხედე უკან. ნუ ახლა წარმოიდგინეთ, ეს შიშიც არის, ხო? აიხედე ზევით. ანუ ხმამ უთხრა აიხედე ზევით. ლამბადა გამოირთო, ჩაირთო ძალიან სასიამოვნო მუსიკა და გაიხედა უკან. არ ვიცი. და რო გადმოვედი მანქანიდან, უკუნითი სიბნელე იყო. და ავიხედე ზევით და მაშინ რა გინდა? ვიგრძენი თავი ძალიან ბედნიერად. ანუ ჩემ თავზე ალბათ საკმაოდ მაღლა. მე ვერ გეტყვით ახლა სიმაღლეს, მაგრამ ეს იყო ობიექტი, რომელიც ალბათ იქნებოდა 3 კილომეტრი. ეს იყო უზარმაზარი რაღაც. აი ობიექტი იყო ასეთი? აი ობიექტი იყო ასეთი, წარმოიდგინეთ, მას ჰქონდა ეს ნათებები. აუცებ. ზაფხულში ბულვარში ვნახე. და ასეთი კუდი, აი ეს წერტილები რაც არის შიგნით. გეგონათ ვიხუმრე? არა, არ ვიხუმრია, მართლა ვნახე. ეს არის მრავალფეროვანი რაღაც მედუზები ვით შიგნით რაღაც მოძრაობს.
არაჩვეულებრივ პასტეულ ტონებში ხდება ეს ყველაფერი, ძალიან ლამაზია. ასეთი ტიპის არტეფაქტები დიახ. უძველესი ჩვენ წელთაღრიცხვამდელი ცნობილი პერუში და სხვა დიდ მექსიკაში და სხვაგან თანამედროვე მსოფლიო მუზეუმებში ინახება. სწორედ ამ ტიპის გამოსახულებით და ვარაუდობენ რომ ეს არის უძველესი, ანუ პალეოკონტაქტების დროს შექმნილი ნახატები და თუმცა თქვენ ბატონი მერაბეჯენიშვილის ნახატი ეხლა ნახეთ. კი ბატონო, აი აქ ნახატზე რასაც ხედავთ. ეს ისტორიაც ბეჯენიშვილის პალეოკონტაქტ ტიპის გამოსახულებით. აი ახლა აქ ნახატზე რასაც ხედავთ, ზუსტად არა, მაგრამ დაახლოებით ესეთი რაღაცა გადაიღო ჩემს უბანში კაცმა. ანუ ვარსკვლავი ანათებდა ძალიან დიდზე, დააზუმა ფოტოაპარატის, ანუ ჩვეულებრივ კამერით დააზუმა და ზუსტად ესეთი რაღაცა იყო, ანუ კვადრატული იყო და შიგნით ესე მედუზებივით რაღაცები ტრიალებდა. ეგ ვიდეო მაქვს სადღაც და თუ იპოვე ჩავაგდებ რა, ოღონდ თუ იპოვე, იმიტომ რომ დიდი ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი და ეგ ვიდეო მქონდა და შოქში ვიყავი. ყველას მივწერე, ამერიკაში მეცნიერებსაც გავუგზავნე, რომ მეთქი ეს რა არის. და პასუხი არავისგან არ მივიღია, უბრალოდ მაინტერესდა რა იყო, იმიტომ რომ ეს არ გავდა რაღაცა ტექნიკურ რაღაცას, ჯეოსელის მაგალითად იმას რა ქვია, სპუტნიკი, ქართულად რა ქვია, მოკლედ რაც არის რა. და ვარაუდობენ რომ ეს არის უძველესი, ანუ პალეოკონტაქტების დროს შექმნილი ნახატი. მაგ ეს ნახატებიც და ეს ისტორიაც სწორედ შეიძლება ერთი ფორმა დაემთხვას, მაგრამ ეგეთი ვნახეთ, უეჭველი ვნახეთ. ეს არის ჩემს უბანში იყო. ბატონი მერაბის დიახ, ძალიან კიდევ ეს ბატონ გიგო. არის მოსაზრება, რომ არის ბოროტი მისიით მოსულები და არის კეთილი მისიით მოსულები. აი ეს არის ჭორი ჩვენი გამოგონილი თუ რამე მისიით მოდიან. ერთ ბოდიშით რო ვაპაუზებ, მაგრამ ეხლა აკვარიუმში ვყავს ლოგოკინა. და ჩემს ლოგოკინას აქვს ორი სქესი. რა მისიითაა მოსული? ქალიც არის და კაციც ლოგოკინები ხალხნო. ანუ ორივე შეუძლია იყოს, ანუ შეუძლია ბავშვები გააჩინოს. შეუძლია არ გააჩინოს და სხვას გააჩენინოს. რანაირად? რა მისიით არის მოსული? რა უნდა? რა გინდა? ეხა ეს ფოტოძეს ისტორია ავიყვანდი გაჩვენებდით. ისინი არის შემთხვევები, როცა დაფიქსირებულია მათი ბოროტული მისია, არის კეთილი მისიაც. უამრავი ასეთი შემთხვევა არსებობს. იყო რიგი შემთხვევები და არა მხოლოდ ამერიკის გენერალიტეტი აღიარებდა გემბანიდან იტაცებდნენ. კი. აი ამ ისრუტავენ, ასე თქვა, აი ამ იმით რა ქვია, სხივის გამოშვებით, გამოშვებული სხივით ისრუტავენ ამ იარაღს და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს რას ისრუტავენ? იარაღს ისრუტავენ? კაი, ამისი ამჯერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკაში ეხლა ძალიან ხშირად ფიქსირდება, ამაზე უკვე პენტაგონიც საუბრობს, მაგრამ ეს ქმედებები ფიქსირდება ძირითადად ზონებში, სადაც არის სამხედრო ნაწილი. სამხედრო ნაწილებში და მაგიტო ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩინეთის ის იყოს რაღაც. ანუ დაცებდა იმათ იარაღებს. იმათ და ცოტა ხნის მერე ისე ვაბრუნებდა რამდენიმე ხნის მერე და ყველა იყო გაფრთხილებული. აი ამას მიუთითებდა ჰელენ კოტერი სწორედ, რომ ყველა იყო გაფრთხილებული, ყველა საჯარისო შენაერთში, მათ შორის საბჭოთა კავშირში, თუ როგორ რა წესები უნდა დაეცვათ მათ ესეთი გამოუცნობი მფრინავი ობიექტების გამოჩენის შანსი. ანუ მათ გამოცდილება ქონდა. არავითარ შემთხვევაში იარაღი დაპირისპირება არ შეიძლება. 1900 ეს კანონი ახლაც აქვს ამერიკაში. 78 წელს ცნობილი. მაგრამ ამერიკელები ფანტაზიორები არიან. ბარბსიკოვი როგორც რუსები. 1978 წლის შემოდგომაზე ირანში საერთოდ რამდენიმე ავიაგამანადგურებელი შეეწირა. ნახეთ. სამი ბურთი აი ესე შემოუარეს, თუ ორი ბურთი იყო, არ ვიცი. სამი, ნახეთ, დააკვირდით, ეს რეალური ვიდეოა, სერიოზულად. და ეს ბოინგი გაქრა. ეს ანუ ნამდვილია რეალობა არის ხალხო. თუ არ გჯერათ დასერჩეთ. იმიტომ რომ ესეთი ფაქტები ხშირად ხდება ხოლმე. ხო, ანუ გაქრა კი. ის გაქრა და ეს ბოლო კადრებია თვითფრინავის. რაში გამოიხატება ხოლმე მათი რაღაც სასაცილოებდა ყოფილიყო და რაღაც სერიოზული ქმედებები.
როტული კმედოლის კონფლიქტი აქ სადაც მოხდა ჩამოვარდნა ხო თქვა თებშის და ასე შემდეგ ხო ყველა მეცნიერი რომელიც იმ თემას იკურებდა ყველა ან თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე ან თქვა დაეხმარნენ და ან რაღაც საერთო ვითარებაში გაუჩინარდნენ ყველა ყველა მოწმემ ასე ვთქვათ უარყო ეს აი მართლა რო კითხვები მიჩდება არის დიატლოვი არის მგონი აი იუთუბერი არის ბატონი ვასილ გაბუნია ვინც არიცით უბრალოდ მის ვიდეოებს უყურეთ მოусმინეთ ძალიან მაგარი არ ვიცი სახელს სწორად ამობ თუ არა დაგუგლა მეზარება დიატლოვის უღელტეხილია თუ რაღაცა ჯანდაბაა მოკლედ საშინელება მოხდა ხალხო ანუ ადამიანები ისეთ მდგომარეობაში აღმოაჩინეს რომ აუღწერელი რაღაცები ჭირდათ ერთს გამოსხივება ქონდა სხეულში მეორეს ენა არ ქონდა ანუ შეუძლებელი რაღაცა მოხდა და თან იქ სადაც არავინ არ იყო და არაფერი არ ხდებოდა მხოლოდ ერთი ეჭვი აქვს რომ საბჭოთა კავშირი იქ ტესტავდა რაღაცა იარაღებს და რაღაცეებს და შესაძლოა რომ იმ იარაღის ზემოქმედებით მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ შეუძლებელი იყო ეს დატრიალებულება ყველაფერი უარყო როგორ ნუ არაფერი არ თქვეს ერთხელ მე მახსოვს სანაპიროზე აი მაგჯერა ძალიან ბევრი ადამიანი იდგა და უყურებდა აი არიცით როგორ მინდოდა დანახვა კი არ მინდოდა საერთოდ თანახმაო რომ წამიყვანონ ძალიან მაინტერესებს იქ და მე წარმომიდგენია რომ და გია ჯაჯანიძე რომ ჩინეთში იჩითება ამოვალი იქიდან და რა ამბებს მოვყვები. ბევრი ნადროს მან წაყვანას მაგრამ ხო, არ ხდება. უბრალოდ რა არის, იცით? რატო გეკითხებით ამას? ნუ აი ეს ხალხი ხედავს, მე ვერ ვხედავ და აი ნახე, ნუ ვიყურები არაფერი არ იყო. ნუ მე ბევრი წავიკითხე, ძალიან ბევრ ადამიანებს შევხვდი. არსებობს კიდე ვერსია, როცა ჯგუფურად ხალხი ხედავს ამ ობიექტს, არსებობს ესეთი მასიური ჰალუცინაცია. კი ბატონო. არის შეიძლება ეს იყოს მასიური ჰალუცინაცია. შეიძლება 10,000 ადამიანს მასიური ჰალუცინაცია დასწამო. არ არის ეს გამორიცხული. არა, მე უბრალოდ გეკითხავი. ამერიკელებსაც, ჩინელებსაც და ხო იცით ეგეთებს უკვე აქვთ ის შემუშავებული, რომ ზეცაში რაღაცის გამოსახულება ისე შექმნან დრონებით და რაღაცეებით, რომ ვითო ჩვენ ნამდვილი გვეგონოს. და ამ გამოსახულების უკან ნამდვილი იარაღი იყოს დამალული, ანუ მართლა იყოს ის ლაზერული, რითაც წვავენ, რითაც ის კუნძულები გადაწვეს ამერიკელებმა, რომელი კუნძულები იყო ჰავაი? ხო, რაღაც კუნძულები დაწვეს მოკლედ რა. ანუ მანდ ლურჯი ფერის მანქანა თუ ყავს, ან ლურჯი ფერის სახურავი თუ გაქვს, ვერ დაწვავენ კოსმოსიდან და რაც ლურჯი იყო, არაფერი არ დაიწვა. ლურჯი ბოთლი არ დაიწვა, წარმოიდგინეთ, მთელი ქალაქი გადაიწვა და ყველაფერი რაც ლურჯი იყო, ქოლგაც კი იყო უნებელი, იმიტომ რომ ლაზერმა ვერ შენიშნა და ამიტომ ხო, შეიძლება ჰალუცინაციები შეგვექმნან და უკრიდან დაგვარტყან. ნუ სკეპტიკოსების გარკვეულთან სულ მაგ ხოლმე კამათი. ამ ჰალუცინაციის უკან იყოს ეს იარაღები. მე ვდებ ფაქტებს და კეთილინებონ და ფაქტები. ამდენი ხანი ხო გავფრთხილებენ? უარყონ. სათანადო არგუმენტები. ან და დაადასტურონ, ხო? ის პერიოდი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ არავინ არ დაადასტურებს. უამრავი შემთხვევა იყო. იმის შემდეგაც იყო უამრავი შემთხვევა. ზღვაზე დავდიოდი თბილისის ზღვაზე. ბატონო, ზღვაზე ჩვენ ერთი ღამე თქვათ ზედაზნის მონასტერში ყო გათენებული საერთოდ, იმიტომ რომ ზედაზენი ითვლება, ზედაზენი გომბორის მიდამოები საერთოდ ტრასად ითვლებოდა იმ პერიოდში, იმიტომ ძალიან ხშირი იყო იქ დაჯდომის გამოჩენის ფაქტები, ის ცნობილი ფაქტები, რომელზეც მეც ვწერდი მაშინ 80-ში ცნობილია ფაქტი, რომ სვეტი ცხოვლის თავზე გაჩერდა ფინავი ობიექტი, რომელიც მე ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი, ახლა პროფესორი ემედიკოსის ბიჭი, ვინცაც დამიდასტურა და თქვა, რომ აი იყო გაჩერებული რამდენიმე წამი და მე ზედაზნისკენ გაემართეს. მსგავსი რაღაცა აი რო გაჩერდა და გაემართა იერუსალიმში არის გადაღებული მე არც ვიცოდი ჩემს უკან იყო ზუსტად 17 მანქანა მე ვერც გავიგე როგორ მოვიდნენ ეს მანქანა და ყველა იყურებოდა ზევით და ბოლოს ყველამ დაიწყო ყვირილი იმის მე რო გაქრა დაემალა უკვე ჰორიზონტს მთას იმის მე ყველამ დაიწყო ყვირილი თქვენ ნახეთ ეს რა იყო და ესეთი აჟიოტაჟი და მე აი შლეიფი წამოვედით აუ მან კაზინოს რეკლამა უნდა ჩაესვა გაის რაღაც ჯიხური იყო და აი იყო ჰალუცინაცია შექმნა და კაზინოს რეკლამა დაადო ეგრევე ისე კაზინოებს წინააღმდეგი ვარ არ გეკონეთ რომ მომხრივარ უბრალოდ ყველგან ხო მაგათი რეკლამაა და მაგიტომ ხუმრობ არა რომ დამასპონსოროს და რამე არა
ბევრი ხალხი როგორ ამოვიდა ზღვიდან. ანუ ზღვიდან ამოვიდა და ისინი უფრო გაგიჟებულები ყოფილან აი მომენტში, იმიტომ რომ იმათ მე რო ზღვიდან ამოვდივარ, ესე გიждდება ხალხიგაც. საოცრება უნახა. ამის მერე გეუტყვით პირდაპირ, რომ ყოველ საღამო თუ გავდივარ გარეთ, მე მიყურებით საშიში. ანუ მე პირდაპირ გეტყვით ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვნახო ჩემი რაც მაქვს გამოყოფილი და ვიცი რომ ძალიან დიდ ხანს უნდა ვიცოცხლო. აი ეხლა შემოვა ადამიანი სტუდიაში ნიკა ქიქავა რომელიც აი 2 დღეა რაც 2 დღეა გასული რაც ნიკა ქიქავამ გურიაში დააფიქსირა ფრინავი ობიექტი მე მგონი თქვენთვისაც საინტერესო ეხა მართლა მაინტერესებს ნახე რა ფერანატებს შეხედე ო ნახე რა ფერანატებს შეხედე არა შევიდა მიყვარს წახანი კარგად ჩონდა მაგრად იყო ვაფშე მაგრად ჩონდა თან მანქანის იმიდა მოგესალმები ნიკა საბძანი ნიკა როგორი იყო ეს ყველა რატოა ყველა საინტერესო ვიდეო დაბალი ხარისხის აიგე მოსამატებელია უბრალოდ გურიდან მოდიოდით თბილისში ოჯახით და უეცრად შევნიშნეთ ძალიან დიდი მასა იყო რა ნათებული ეს მე ვიყავი შეხედავდი და არც თვალს არ გიჭრიდა რა ზეს რო შეხედავ მაინც სხვაგვარი აქვს რომ ვერ დაინახავ უკეთი იმიტომ რომ გამოსხივება აქვს იმას გამოსხივება არ ქონდა მაგრამ ძალიან დიდი ნათება ქონდა რომელსაც გვერდენებში ქონდა იასამნისფერი ციმციმები რამდენი იყავით მანქანაში მანქანაში ვიყავით 5 5-მემ დაინახეთ დიახ 5-მე დავინახეთ გადმოვით მანქანიდან და გადავიღეთ სურათები რამოდენიმე სურათ ტელეფონშიც მაქვს და ამის შემდეგ წამშივე ძალიან დაბალზე იყო აი ძალიან დაბალზე იყო და რამოდენიმე წამში ისე ძალიან სწრაფად ავიდა მაღლა ძალიან მაღლა და აი გაჩერდა რამოდენიმე წამით და უეცრად აი რა ვიცი ძალიან დიდი სისწრაფით გაქრა რა ძალიან გამოზარდა 5-ვე ხედავდით ამას რეაქცია რა გქონდათ ძალიან შეგვეშინდა ყველანი ფხიზლები იყავით და 7:30 იყო დილის საათები იყო 7:30 იყო დილით თბილისში მოვდიოდით 2 დღის უკან მოხდა უძინარზე იცის ის 2 დღეა თვალიდან არ მომდის ის რაც ვნახე ეს რო ვინმეს მოეყოლა შენთვის დაიჯერებდი არანაირად აი ეხლა რო ყვები ამას მე სამჯერა იცით რა არის ბულვარში წელს ვიწექი ჰამაკში რა ფასიან იმაზე ვიყავი სანაპიროზე ფასიანზე ფული გადავიხატრო ეგ დამჯდარიყავი და ჰამაკში ვარ ესე და ვარსკვლავს უყი მეთქი რა ლამაზია ვარსკვლავიანიცა და აი ერთ საერთოდ რო უყურებ ცას ერთ ვარსკვლავს ამოვიჩემებ ხოლმე და იმას ვაკვირდები ამოვიჩემე და რაღა და მაინც უცხოპანტელები ამოვიჩემე ჰა ამოვირჩიე ვუყურებ და ვარსკვლავი ანუ ხახნო ხო იცით რომ მე არ მოგატყუებთ აი რაღაც ვარსკვლავი ძალიან შორს იყო ესე წავიდა და გაჩერდა აქ მეთქი ჩამოვარდეს უნდა რა იმიტომ რომ ასე რომ დაიძრა მეთქი ვარდება და ეგრევე სურვილი გავშტე მეთქი სურვილი ჩავიფიქრო რაღაცა და წავიდა ესე და სამკუთხედს ხაზავდა ეს დახაზა სამკუთხედი რომ შეკრა აი მოწყდა და აი რასის სწრაფით გაფრინდა იცი გაფრინდა კი არ ჩამოვარდა აი სადღაც წავიდა რა იქით და უკვე ძალიან შორს რო გაფრინდა იქით ვეღარ ხედავდი იმ წერტილს მაგრამ ვარსკვლავის სიშორეზე იყო შეგიძლია დებილად ჩამთვალოთ მაგრამ მე ეს დავინახე და მე ამას ვერ მოვიტყუებ და ვერ მოვიგონებ ეს რაღაცას ოღონდ სერიოზულად ვერ მოვიგონებ კი შესაძლოა ეს იყოს ჩინეთის სადაზვერვო შეიძლება ამერიკის სადაზვერვო შეიძლება პენტაგონი შეიძლება აიბრალები მე რა ვიცი და ვინმემ რომ არ დაგიჯეროს რა რეაქცია გექნება გაბრაზდები ხო ძალიან გორ დამიჯერებდა ჩემითვალით შევესწარი ამ მოვლენას ჩვენ ახლა ჩართვა გვაქვს ქუთაისიდან საქართველოს პარლამენტიდან და ჩვენთან ხაზზეა ბატონი დემურ ბაშალეიშვილი რომელიც თვითმხილველია ფრინავი ობიექტების ბატონო დემურ მოგესალმებით მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით და ძალიან საინტერესოა. თუმცა ეს ყველაფერი იყო დიდი ხნით ადრე, მაგრამ შეიძლება ითქვას რომ მე გამიმართლა და ასეთი შემთხვევა მქონდა 12 ჯერ.
და თქვენ წარმოიდგინეთ ამ შემთხვევების გეოგრაფიაც ერთობ საინტერესოა. საქართველოში, სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა ადგილზე, ევროპაში, პარიზში, ვენაში, ასე რომ საინტერესო მოსათხრობი მაქვს. ეს იყო გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში, გაზაფხულზე, როდესაც დედაჩემთან ერთად მივემგზავრებოდი ქობულეთში. ქობულეთში ხდება ყველაფერი, გეუბნებით. სამხედრო აეროდრომს გავუსწორდით. გეუბნებით, მე დამიჯერეთ, ქობულეთში ხდება ყველაფერი. პირველად მაგ ნახე მეტეორის ჩამოვარნახა. ქობულეთი არის თავი და თავი. შემნიშნე ტრიალი მინდორია, იცით, გზატკეცილია და ბევრი ტრიალი მინდორი. რომ აი ამ ლურჯ ცაზე მოდიოდა რაღაც კაშკაშა ობიექტი. ჩემს პირდაპირ, ჩემსკენ თუ ჩვენსკენ. მე ძალიან დავინტერესდი, შესაბინახე რომ ეს ვერცხლისფერი ანათებდა თანაც. აი გამოსხივება ქონდა, სხივები ჩვეულებრივი ძალიან ისეთი ფერწერული ფერები. მოდი შევთანხმდით, რომ უცხო პლანეტელები ქობულეთლები არიან. ინდათ ბატონო დემო. ყოველთვის მქონდა ხოლმე ფოტოაპარატი. არ შემეშინდა, იმიტომ რომ აი ესეთი ობიექტების შესახებ და რატო ვერცხლისფერი, ოქროსფერი უფრო ლამაზი იქნებოდა? კითხულობდი ბავშვობიდანაც, ვაგროვებდი მასალებსაც კი და რაც თავარია შებრუნდი ისევ ავტომობილში, გადმოვიღე ფოტოაპარატი, რომელიც ტრადიციულად მუდამ მაქვს ხოლმე ავტომობილში. მაშინ ეს სლაიდებით მქონდა გამზადებული. მეცნიერებათა აკადემიაში შევხვდი ზიგელს, მან დაიტოვა ჩემი ეს ორივე სლაიდი, რის შემდეგაც მან გამოსცა წიგნი, სხვათა შორის ძალიან სქელდანიანი წიგნი, ანალოგიური შემთხვევების შესახებ, სადაც არის მრავალი ფოტო, ნახატი, ნახაზი და მათ შორის ჩემი ეს ორი ფოტო. და ამ წიგნში, ზიგელის წიგნში, აი ამ ჩემი ფოტოს აღწერილობას ის აღწერს, განიხილავს რა არის, როგორ არის, 4 გვერდი უჯერავს. თქვენ ბრძანეთ რომ 12 ჯერ ნახეთ, კიდე სად ნახეთ? ერთხელ ღამით ვნახე, დასავლეთიდან მოვიდოდა. ნაცისტები გითხარით? აი, აი. ერიკა. აღმოსავლეთისკენ, თბილისისკენ ავტომანქანით დაახლოებით 12-ს გადაშორებული იყო, ღრუბლიანიცა იყო, ოღონდ ღრუბლიანი იცით როგორი? აი ღრუბლები რომ მოძრაობს, აი ლამაზი ღრუბლები და ამ დროს გამონათება დავინახე ღრუბლებში. უკვე მე ასე ვთქვა დამოხტული ვიყავი ამ ფრინავით ეფშებით, გავაჩერე მანქანა და დავინახე რომ ისევ მოძრაობდა სხვათა შორის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. შემდეგ და რატომ დასავლეთიდან ანუ ქობულეთელი უცხო პლანეტელი მიდიოდა თბილისში? რაღაც გარკვეული დროის შემდეგ, ნუ ალბათ წამები შეიძლება რამდენიმე წუთიც, მან შემოbrunda მკვეთრა და დაბრუნდა ისევ დასავლეთისკენ. სამწუხაროდ გადაიფიქრა. ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მე არ მქონდა ისე დაბარათი, რომელიც ღამით მას გადაიღია. ბოლოს როდის ნახეთ? ბოლოს იღიმოდა. ალბათ ბოლო იყო, დიახ, ვენაში სასაფლაოზე ვიყავი მეგობართან ერთად. მოიცა. გადაღება ვერ მოვახერხეო? აბა კამერა იმას ვქენიო? კიდე ზევით ვიხედებოდი ხარ, დავინახე იქ ჩემ მეგობართან ერთად. იქ უკვე არავით არის ნათება, არამედ ჩვეულებრივი მფრინავის საგანი, მართლაც მრგვალი თეფშისებრ ოვალური, თავისი რაღაც არ ვიცი იქ ახლა ილუმინატორები დავარქვა თუ რა დავარქვა, ძალიან გარკვევით ჩანდა ყველაფერი. ის როცა მე დავინახე, იდგა, არ მოძრაობდა. ეს სამხედროა. აპარატი გადავიღე და შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ მან რაღაც გარკვეული მიმართულებით უკან ძალიან სწრაფად გავიდა. ამბობენ. აი, ეს შეიძლება ყოფილიყო სამხედრო, იმიტომ რომ ნაცისტებს მართლა ყავდათ. ეგენი ყავდათ. და სხვათა შორის იმ თებშებიდან რადიაციას ასხივებდნენ, რომლებიც საზღვაო ფლოტზე მოქმედებდა და ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ მეზღვაურები გადამხტარან გემიდან გამოსხივების გამო. გამოსხივება ჰქონდათ ხმით, ანუ რაღაც ჰერცებს რთავდნენ, ეს ვრცელდებოდა, ტვინზე მოქმედებდა და ჭკვიდან იშლებოდნენ რა. რომ არაფრის ინფორმაციისთვის. უცხო პლანეტელები ეჩვენებიან განსაკუთრებულ ადამიანებს. რამეს განსაკუთრებულს გრძნობთ თქვენში? მე განსაკუთრებული ვიგრძენი ჩემში მასში რაღაცად კითხვას მისვამთ,
როდესაც საერთოდ გრძნობის ფასი ვისწავლე და მაშინ ვიგრძენი რომ მე ანუ მეც განსაკუთრებული ვარ? ანუ განსაკუთრებულს მე ვგრძნობ იმას, რომ 15 კილოთ მეტი ვარ, ვიდრე უნდა ვიყო. ჩემში ვგრძნობ ამ 15 კილოს. ვიყავი დაბადებული, აი ეს იყო განსაკუთრებული შეგრძნება პირველ. იყო კიდევ ასეთი შემთხვევა საფრანგეთში, პარიზში, ეიფელთან ახლოს ქართული წარმომავლობის პარიზელს ველოდი, ლევილში უნდა ავსულიყავი და ამ ლოდინის პერიოდში ხანძებით ვიხედებოდი და ეიფელის კოშკს ჭერვალს რო ვუყურებდი, ზუსტად ამ დროს დაივინდა. ეგებდა ამ პიროვნებას დასდევდნენ და ეს არ უშვებდა ახლოს. რო ეთქვა, აბა მოდით, ჩამოდით ქვევით ეგებ. აბა ეხა ეს კაცადაც ითქვა ყველგან ეგენი იყვნენ და. ეგეთ მხრიდან მოდის ზუსტად ეს ფრინავი თევში. სხვადასხვა ყველა, რომელიც ვნახე, ყველა იყო ვერცხლისფერი. რატო არა ოქროსფერი, ან იასამნისფერი, ან პინკი, ორივე ერთად light pink რაღაცა. ძალიან დიდხანს იდგა. გემონო უცხოპლანეტელები არიან. ნუ შემსტა. ყველაზე უფრო საინტერესო ტრადიცია რაც გახლავთ, ეს არის მასაის მორანად გახდომის, ანუ როგორ ხდება მასაი. ველოსიპედი საიდან? მასაის მორანად გახდომა. რა? ველოსიპედი საიდან აქვს? ესეთი მე არ მყავს, აფრიკაში სანახა. თან რა პერიოდის ვიდეოა ნახეთ პროსტა. ტვირთაშოთო სიხარულზე მოაწერი, ანუ რა ძველია თქვენ აზე ხართ? გახდომის, ანუ როგორ ხდება მასაი ბიჭი მეომარი. ჩვეულებრივად ყიდულობენ ხოლმე ცოლებს. აგას ველოსიპედი საინახა. ძროხებით ასე. იცი რა ვიფიქრე უცბად რომ აი ჩვენთან იყო ასევე ძალიან ცნობილი არქეოლოგიაც გარდაცვლილი. რატო აჩვენებენ ფოტოშოპით გაკეთებულ სურათებს? ეს ხო აშკარა ფოტოშოპია ხალხო. თქვენ იცოდით რომ აი ამ ხელა თავის ქალა არსებობს სადმე? მოჩვენებია ვიღაც გოგო. ქალი რამაც. ხო და ესე მატარა და გაქრავო, ჩამოვიდა, გამარტყა აქაო, ხელიო. ეგ იყო და ენა ჩაუვარდა და ერთი თვე ვეღარ ლაპარაკობდა. ერთ კომენტარს ვიტყვი. Could you be loved and be loved? Don't let them fool ya. Param pam 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 param pam pam. Yagara kamsaks una gaqidon an კიდე ამს სასტრაფობის რუსთავში მომხდარ დაუჯერებელ ისტორიასაც ჭინკებს უკავშირებენ. ჭავჭავაძის 6 ნომერში მომხდარი შემთხვევა დღემდე ამოუხსნელად რჩება. ფოჩხუების ოჯახში ხანძარი გაურკვეველ და ამოუხსნელ ვითარებაში 4-ჯერ გაჩნდა. რუსთაველები ამბობენ, რომ ბინაში ცეცხლს უჩინარი ჭინკა აჩენდა. მეუღლემ დამირეკა ფარდა იყო დამდნარი. მეორეთაც დამირეკა მივედი და გარდირობში ცეცხლი ეკიდა უჯრას. შემდეგ ამის მერე დაიწყო უკვე პერმანენტულად სხვადასხვა ადგილებში, რა თქმა უნდა, სახანძრო გამოვიძახეთ, პოლიცია გამოვიძახეთ. ნამდვილად არ ვიცით რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ მოხდა. სახლი აკურთხეთ, ხალხო, სახლი აკურთხეთ უეჭველი. თავის კარის მეზობელმა თქვა, მე თვითონ იქ ვიყავიო, ცეცხლი რო გაჩნდა, ხალიჩას რომ მოეკიდა. პატარა გოგონაა 14 წლის, რომელიც ხედავს პატარა, ნუ ალბათ 50 სანტიმეტრის ქებია, დიდყურებია, პატარა ჭინკას. რამე ხო არ გახსენდებათ პატარა 50 სანტიმეტრიან რქებიან რაღაც დიდყურებიანზე? ლაბუბ. ხო არ გახსენდებათ? ჩვენს ენაზე არის ჭინკა ეგ. ლაბუბ. და მე ანუ რაღაცები რო უკავშირებენ, აი თავთან დავდე ღამე და საშინელი კოშმარი მესეოდა ის მერე და რაღაც თემები. ნეტა რატო? და საერთოდ ეგ სათამაშო რო შეიქმნა. ზუსტად მაგიდან შეიქმნა, ანუ ინსპირაცია იყო ეგ, მითოლოგია. და მითოლოგიის ეს არის რა ქვია, ხო ხვდებით ეგ სათამაშო? სათამაშო კი არა და ჭინკა, მითოლოგია. რა ასეთი რამე არ გამიგიეჯერო. რაღაც ასე თავის ნეტა ინგლისურად როგორ აჭინკა? Trenka?
Srinka. ალბათ. La Bubusrinka. ოჯახმა მომხდარის ასახსნელად საცხოვრებელ ადგილას სასულიერო პირი მიიყვანა. როგორც მამაომ ჩვენთან საუბრისას თქვა, ლოცვის კითხვის დროს ტანსაცმლის სათავსოში ხანძარი გაჩნდა, რის მომსწრეც თავად გახდა. მე შემიშვის შემილია მეთქი, რომ სახლი ვაკურთხო მეთქი. დავიწყე მაგ ლოცვის კითხვა. ჩემს გარშემო არაფერი არ ხდებოდა, ასე რომ ვთქვათ, არც ცეცხლი ნთებოდა, არც ნაკვერჩხალი არაფერი და. დანარჩენ სამოთახში ასე რომ ვთქვათ, დარბოდა ეს ხანი გაჩნდებოდა, ხანი სხვა ოთახებში ნთებოდა. ეს ალბათ თქვენი უღირსების ბრალია მეთქი. სადაც არ არის ანგელოზი, იქ ეშმაკი ადვილად იბუდებს. ჩვენ რუსთავის სახანძრო სამსახურს მივმართეთ, რომელმაც ადგილზე ხანძრის ლოკალიზება მოახდინა. გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ სახლში ხანძარი უცნაურმა არსებამ გააჩინა, ისინი არ ეთანხმებიან. ხანძარი საკმაოდ მასშტაბური და რთული იყო ქრობით თუ არსაზრისით. თქვენ დამატებით ძალების გამოძახება მოგვიწია, რამე თუ მთლიან ბინაში იყო გავრცელებული ხანძარი. რაც შეეხება იმ ამას და ლუციკო თუ რაღაცა რო იყო გადაცემა, მაგასთან ვერ შევადრი ამ თემას, იმიტომ რომ მსგავს რაღაცები ბევრისგან მსმენია რა. განსაკუთრებით ისეთ სახლებში, რომელიც ნაკურთხი არ არის. თუ რაღაც გაურკვეველ ძალებს მე დღესაც მაშინას და ეხლაც რომ ჩემი იქ მე ვერავითარი ვერანაირად ვერ დავადასტურებ რომ იქ რაღაც ზებუნებრივი ძალების შედეგად გაშთა ხანძარი. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რუსთავის პოლიციამ ექსპერტიზა ჩაატარა, თუმცა აღნიშნული შესახებ მათ ჩვენთან კომენტარი არ გააკეთეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნავთობპროდუქტებისგან იყო წარმოქმნილი, მაგრამ მოიხსენებათ ნავთობპროდუქტია დღეს ყველაფერი. ჭინკების არსებობის შესახებ საზოგადოებაში ნავთობპროდუქტებისგან იყო გაჩენილი, ნავთობპროდუქტები დღეს ყველაფერი. რა ყველაფერი? ანუ ფარდას როგორ შეიძლება მოეკიდოს მისი ცეცხლი ან ნოხს? ან გარდერობში ნავთობპროდუქტს რა ჯანდაბა უნდა? მაისური შევიძნე ნავთობპროდუქტით არის დამზადებული. რანაირად? მამაო მოიტყუებდა, მამაო ნახეთ რა თქვა? რაში არ წყობს მამაოს? არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჯერად უხილავი არსებების. მათი თქმით ისევე როგორც კეთილი ძალა დედამიწაზე არსებობს ბოროტი, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ჭინკები მხოლოდ ლეგენდა ჰგონიათ. იმედია ჩემი გადაცემა არ მოგბეზრდათ. შემოდის ზარები, უბრალოდ ცოტა ფინანსებს ვაგროვებთ, ნელ-ნელა. ეკლესია ამოუცნობ ობიექტებს და მფრინავ თებშებს. სანამ მაგაზე გაგცემდეთ პასუხს, ორიოდი სიტყვით გეტყვით, რომ მე გახლდით ფიზიკოსი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი, უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის თანამშრომელი. ბევრი არის მღვდელი მაგ პროფესიით. და ფიზიკასთან და მეცნიერებასთან ახლო კავშირში. ეგ შემდეგ კითხვაში მქონდა და რახან დამასწარით, მაშინ განაგრძეთ. გისმენთ? აი ეს მე ძალიან მომეხმარა საერთოდ ღვთისმსახურებაში. ბიბლია შევისწავლე როგორც ფიზიკოსმა და არაჩვეულებრივად საინტერესო და იმდენად მაღალ დონეზე აქვს ბიბლიას და წმინდა წერილს ბუნების მოვლენების შესწავლილი, რომ გაოცებული დავრჩი. და გეტყვით ორიოდე სიტყვას. თანამედროვე ფიზიკა იცნობს 4 ურთიერთობას: ბირთვული, გრავიტაციული, ქიმიური და მსუბუქი. დიახ. ბიბლიაში 9 არის. ესე იგი 5 ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ. დიახ. უკეთესად არის 4 განზომილებიანი სივრცე, ვიდრე თანამედროვე ფიზიკაში. მაგრამ დღეს როგორ უდგება ეკლესია ამ საკითხს? აი წეგან ბატონმა თორნიკემ ბრძანა, რომ მაჯლაჯუნების გადაღება უნდა და ეკლესია ხედავს და იცის ანგელოზების არსებობის შესახებ და იცის მაჯლაჯუნების შესახებ, ეშმაკების შესახებ. დიახ. ისე რომ ამაში ახალი აქ არაფერი არ არის, ეკლესია არჩევს ერთსაც და მეორესაც. პირდაპირ დაგისვათ კითხვას. უარყოფს თუ არა ეკლესია მფრინავ ობიექტებს და უცხო პლანეტელებს? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს თქვენ გაარკვიეთ და მაყურებელმა, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არც ერთი მეცნიერი, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში ფიზიკას და კიბერნეტიკას და არც ერთი მეცნიერი ოფიციალურად ვერ აღიარებს და არ აღიარებს უცხო პლანეტელებს. ასტროფიზიკა ვერ დაიკვირა, ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი სიგნალი, რომელიც მოდიოდა გავიყინე. კოსმოსიდან ან სხვა რამე, რომელთაც ჩვენ ვიტყვით ცალსახად, რომ ეს არის უცხო
პლანეტელებისა და უცხო თუმცა ადამიანების. სკაფანდრიანი ფიგურები არის ფრესკებზე გამოხატული. კი ბატონო, ეს ფრესკები არის, მაგრამ ბავშვებიც თუ დავაკვირდებით ხატვას, იმდენ კოსმონავტებს ხატავენ, ისეთ რაღაცებს ხატავენ, შეიძლება იმ ცივილიზაციამ, სადაც ეს ხო, მაგრამ ეს ხო ბავშვების მოხატული არ არის? ეს მოხატული. არა, ნუ ახლა ფრესკას ფრესკაზე არსად არ არის, ვერ მეტყვით მაგას, რომ ფრესკაზე იყოს სადმე კოსმონავტი დახატული. არა, სკაფანდრიან ობიექტს გეუბნებით, სვეტიცხოვლის ტაძარზე არ არის, რა არის, იცით, თუ ჩვენ კარგად ეს თავარ ანგელოზე იქნება ალბათ. ფრესკების ენა ანგელოზე იქნება. დახავთ, რომ იქ მსგავსი რამე არ არის. ზოდიაქოები ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ზოდიაქოებით ეკლესიამ კითხავდა ის იმ ეპოქის ასტრონომიული ცოდნა გადმოცემული, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოების სახელი ერქვა და ქვია. აი ადამიანები ჩვენ რომ დავინახოთ მფრინავი ობიექტები, როგორ უნდა მოვიქცეთ? აი მე მაგალითად როცა ვამბობ, რომ სურვილი მაქვს კონტაქტის, მინდა რომ წამიყვანონ, ანუ ეს არის ჩემი რატომ უნდა გიას რომ ვინმე მე წაგიყვან გია მე წამოი რა უნდა გავაკეთო აი სამწუხაროდ ანუ ძალიან ხშირად ხვდები მსგავს რაღაცებს და წამოჩი ქობულეთში ჩამო სურვილი ჩემთვის გაუგებარია ხლა მე სხვა რაკურსით მინდა ორჯერ თუ მეტეორის ჩამოვარდა ვნახე შეიძლება მესამეჯერაც ვნახო ხვდებით გია ჩამო ვანახო თელ საქართველოს ფრინავი ობიექტები და უცხო პლანეტელები აი წეგან თქვენ ბრძანეთ რომ მიტოვებულ სახლში მაჯელაჯვინ ამიტომ არსებობს სახლის კურთხევა თქვენ რა გონიათ ის შემთხვევით იქნა გამოგონებული ნებისმიერ სახლში შემიყვანეთ ამიხვიეთ თავლები და გეტყვით ის სახლი ნაკურთხია თუ არა მე ამას გრძნობ და კიდე ბევრ ამბებს გრძნობ და ბევრ ამბებს რა კარგი ამბავი მითხარით ეხლა ჩვენ ეს მარტო მე ჩემი კომპეტენცია კი არა ეს სამღვდელოების დიდი ნაწილი როგორც ხატს აქვს თავისი დადებითი აურა ასევე სხვა რაღაცებს აქვს თავისი აურები მასკები აფრიკული დრაკონები და ესენი ადამიანები რომლებიც არიან თვითმხილველები ფრინავი ობიექტების და უცნაური მოვლენების 92 წელს ვნახე მეთქი თქვი ხო? ერთ თვეში დაიწყო ომი აფხაზეთში. ეხლა მამაოს მუხმოდრეკი დიდი პატივისცემით გასაგებია. ერთ თვეში დაიწყო ომი, მეორე დღეს ხო არ დაწყებულა. რა მნიშვნელობა აქვს? თან ბევრჯერ ნახა. მაგრამ მე რატომაც მეჩვენება რომ არ მინდა ახლა ზედმეტი ვთქვა, მაგრამ მეჩვენება რომ ეს კაცი ან ათეისტი ან უბრალოდ სამღვდელოებას ვერ იტანს. მინდა ახლა ზედმეტი ვთქვა, მაგრამ მეჩვენება რომ ეკლესიაში ამ თემის ეშინია საერთოდ. მე ყოველთვის მაინტერესებდა ეხლაც ძალიან დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ. რატომ აქვს ყველა ამ სარწმუნო არქიტექტურას აი ეს ამაღლებული რაღაც რაკეტის ფორმა? უბრალოდ ამას ვერავინ რა! რატომაც ყველაფერი რა! ტაძრის არქიტექტურაზე ούς რაკეტის ფორმა? თუ შეიძლება არის ახსნილი. არავითარი აქ პრობლემა ამაში არ არსებობს. თუ თქვენ ამას სხვაგან ეძებთ, რა თქმა უნდა, ვერ იპოვეთ. ახლავე აგიხსნით. როდესაც ქრისტე დაიბადა, მას მოგვები წინ მიდიოდნენ და ვარსკვლავი მიუძღოდა წინ. ტაძრის თავზე არის ვარსკვლავი ჯვარი და მასგან გამომავალი სხივი არის სახურავი გუმბათი ტაძრის. რა არის ამაში? აგაშენა აი ეს ვარსკვლავია საინტერესო რა არის? რატოა სირიუსი კაცო ის არ იყო ჩვეულებრივი ვარსკვლავი, ის მოძრაობდა. აი ზუსტად მოძრაობს ეს ობიექტი, რაც ამ ბავშვმა გადაიღო. მე ანგელოზი რასაკეთებს? ძალიან საინტერესო იქნება დისკუსია. კი ბატონო, ანგელოზი ამისთვის არსებობს ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქულის მოსწავლემ დიონისი არეოპაგელმა დაწერა ზეციური იერარქია და შემდეგ მიწიერი იერარქია, სადაც ყველაფერი ეს აღწერილი და ჩვენ თავიდან მაინც და მაინც ველოსიპედი კი ბატონო, ეს ანგელოზები ვინ არიან თვითონ? რას ქვია ვინ არის? ანგელოზთა 900-ია, რას ხო და აგაშენად ღმერთმა, ესე იგი ანგელოზი სად არის? ფიზიკურად სად არის ანგელოზი? ერთი წუთით გეტყვით. კი ბატონო, სად არის გეტყვით? აი მითხარით. მაჯლაჯულებ ეს არის სატანის ფული. ზეციური სამყარო სად არის? იქ არიან. ხო, აგაშენად ღმერთმა და ჩვენ სიძეს ლაპარაკობთ, კაც? მე აი ბავშვი რომელიც ტაძარში მიყვავს, იქ იკითხება ასეთი ლოცვა. მადლობ შენ უფალო ღმერთო
რადგან აი ამ ყრმას მიეცი ხილულის ხილვის უფლება. გევედრები წარმართე მისი ცხოვრება ისე, რათა მან იხილოს უხილავიც. უფალი ჩემშია, მამაო, ჩემში. ჩემშია უფალი. თუ შეიძლება რა, ჩვენ რო ვეძახით მაჯლაჯუნებს და რაღაც ეს ტყისულები ამათ ყავთ თავი. ეს ახლა გავიგე. მე არ ვიცი ახლა თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო გადაცემა ჯაჯოს. ყოჩაღ ჯაჯოს. ბოდიშით რუსულ ენაზე რომ აქ. უпросто ეგრეთ წოდებული პანი, ოჩო კოჩს ქართულად ეგრეთ ძახიან, ოჩო პინდრე, ხო? ძველი მითების და ძველი მისტერიების თუ გადავხედოთ, მისტერიებს რო გადავხედოთ, ხო, ესენი იყვნენ სწორედ მართველები აი ამ ტყისულების. ეს პანი და ეს სატირე, ხო, ეხმარებოდნენ მოსახლეობას მოსავლის აღებაში, საერთოდ ზოგადად ეხმარებოდნენ მეფრინველობაში, ეხმარებოდნენ მეჯოგეობაში, ეგენი ეს იყვნენ წარმართულ პერიოდში, ხო? ხო, ვეძახით წარმართულ პერიოდს, ძველ პერიოდს მოკლედ რა. იყვნენ ჰარმონიაში ადამიანთან. ხვდებით, ეს იქიდან მოწეს ყველაფერი, მე დარხეს თუ მაჯლაჯუნები დავუხით უკვე ამ ყველაფერს, მე ეშმაკი და ასე შემდეგ. ესენი მაჯლაჯუნება მოგიყვენ? არა, ეს ლიტერატურაში წერია. ახლა ეგრე ათასიდამე შეიძლება დავწეროთ ხალხო. ხო, ეს მე რომ მეგონია და ჩემი ილუზია არ არის. ხო და რა არის იცი, როცა კარგი გვაქვს, რატო ვეძებთ ცუდ რამეებს ვერ გავიგე. და კარგახსნილს გავიგე, მე მაპატიეთ, მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მე ვარ 57 წლის. რამდენ წელში ვიქნები 60-ის? მუშაობდი ძალიან ბევრ თანამდებობაზე. ახლა არ დავიწყებ და ფესვი 33-დან. არ ვიცი. მათ შორის სპეცსამსახურშიც. რაც მე ვნახე. მაპატიეთ ამ სიტყვაზე. თქვენ ეს იგი ჩემი არ გჯერათ? ჩემო ბატონო, თქვენ 50 რამდენი საბჭოა? მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ჩემი არ გჯერ. მომწონს. ბოდიშით. მაპატიეთ, მაგრამ ჩემი არ გჯერათ? მე 63 წლისა ვარ. მე რა? ხო, იქნებ ჩვენც ვნახეთ რაღაცეები, რატო არ ამბობთ მე თუ ნახეთ? არ არის საჭირო ყველაფერი. აი ამაზეა ლაპარაკი ზუსტად. არ არის საჭირო ყველაფერი და აი ამაზეა საუბარი, ახლა გასაკეთებლად ვილაპარაკ. აგერ არის ყველაფერი, აი აქ არის ჩადებული. განა თქვენი ოჯახის რამებს ყველაფერს ლაპარაკ. რა შუაშია ოჯახი, კაცო, ოჯახი კი არა, მიდის ლაპარაკი ცაზე რომ ეხა მომისმინეთ ამ მამაოს მონაზვნებს და საერთოდ ყველას ვინც მონასტერშია და ვინც სუფთა არის. სუფთა გულით, მართლა მონაზონი, მართლა მღვდელი. მათ ისეთი რაღაცები აქვთ ნანახი, რაც ამ პიროვნებას, რომელმაც რაღაც უცხოპლანეტელი ნახა, არ დაესიზმრება. ვერ დაესიზმრება. ისეთი რაღაცების ნახვა უწევთ მღვდლებს. მამაოს ახლა მამაოს გულისხმობ. ხო და ამაში მართალია. ეხა წარმოვიდგინე რომ გამოვიდეს მამაო და თქვას რომ იცით რა, გუშინ აი ცაზე დავინახე რაღაცა ესე ეკიდა დიდი და რაღაცა ხმები იყო. ამ შემთხვევაში ხალხი მისი მრევლი დაინტერესდება რომ მამაო რას გვიყვები, რას გვეუბნები, რა იყო? მამაოს პასუხი არ აქვს რა იყო. ფიზიკურად პასუხი ვერ გქრება, იმიტომ რომ მე თვითონ მე რაც ვნახე, მე ვსჯელობ რომ ეს იყო ან ჩინეთის ან ამერიკის სადაზვერო რაღაც თებში და შესაძლებელია რომ ეგეთი რაღაცა შექმნას ადამიანმა. შესაძლებელია. აი ფრინავ თებშებზე რო ლაპარაკობენ რა, სულებზე და რაღაცებზე არ მაქვს საუბარი. ფრინავ თებშებზე რო აქვთ გართულება რომ აი ნაცრისფერი პრიალა მოფრინავდა და რაღაცა. მე ესე ვფიქრობ და ხალხი ხო უნდა დააპანიკო. აი ეგივე ვარიანტია ახლა წარმოგიდგენთ სამყაროს აღსასრული დგება, უახლოვდება ასტეროიდი, არის დარჩენილი 3 დღე და ხარ ქვეყნის პრეზიდენტი. რასიზამ ადგები და 3 დღით ადრე ეუბნები შენს ხალხს, რომ 3 დღეში ასტეროიდი ჩამოვარდება და აღარავინ აღარ ვიქნებით ცოცხალი. ამას ეუბნები? არა, 3 დღე არა, 1 კვირა არის დარჩენილი, წარმოიდგინეთ, 1 კვირაში. ეტყვით ხალხს, რომ 1 კვირა გაქვთ დარჩენილი? მზად ხართ იმისთვის, რაც შემდეგ მოყვება ამ ყველაფერს, ან თქვენ რო იტყვით, რომ 1 კვირაში
ყველა აღარავინ აღარ ვიქნები ცოცხალი, ირგვლივ რა დატრიალდება, შეიძლება იმ ერთი კვირითაც კი ვერ გააჩერდეს ის ადამიანი ცოცხალი, ისეთ რაღაცებს დაატრიალებს ადამიანი დედამიწაზე. ანუ შესაძლოა ის ასტეროიდი საერთოდ არ ჩამოვარდეს, არ დაგეცეს, მაგრამ დედამიწა დარჩეს განადგურებული იმის გამო, რომ ხალხი ჩააგდო პანიკაში. გაურკვევლობაში როცა ხარ, მიხვდი? თუ უეჭველი რაღაცა გიახლოვდება, ალბათ უნდა უთხრა არ ერთი დღით ადრე, ან რამოდენიმე საათით ადრე, იმიტომ რომ პანიკაში რა გონება, ვერ საზღვრავ რას აკეთებ რა. ამის თქმა მინდოდა უბრალოდ, რომ შესაძლოა მართალია ეს ამაო და რაღაცეები არ უნდა თქვა. რომ ადამიანები არ შეაშინო. აი ესე ვფიქრობ. რომელიც საერთო ოჯახია. კომუნისტი ვარ? კომუნისტი ვარ თუ ნაცისტი ვარ, რომელი ვარ, არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რაღაცეები უნდა დაიმალოს. და ჩემამდე არ უნდა მოვიდეს. 3 კილომეტრიანი ობიექტი. ქალი ქალია და კაცი კაცია, არ გადამიყვანო ჭკუიდან ეხა. დაამუნჯა. იქნებ ეს იყო ეშმაკის ძალით ხილული. რატო არ არის აუცილებელი ეს იყო გეუბნებით ის ეშმაკი იყო თუ ანგელოზების მანქანა იყო, კაცო? მე გეტყვით რაც იყო. მე მაგალითად მიმაჩნია რომ იყო ანგელოზების მანქანა. იმიტომ მე გეტყვით რაც იყო, ეს იყო კოსმოსური სქივები, რომელიც შემოვიდა და აღაგზნო ის გარკვეული სივრცე და იმ აგზნებულმა ელექტრომაგნიტურმა ველმა იმოქმედა. ზღვიდან როგორ გამოვიდა, აი ეს მიფრინავდა მთელ აი მე მამაო ალაპარაკო, კაცი ფიზიკოსი არის. მათიეთ იქ სხვა მნახა, აქ სხვა მე მნახა. სხვადასხვა რაოდენობას აქვს ჩვენში ბაღში დაждდნენ და ვაშლის ხეები დატეხეს. საკმაოდ დიდი მოცულობის ობიექტებმა. ვაშლის ხეებს დატეხავდა თავისთავად სამხედრო ობიექტი. რატომ? ეხა ნახეთ. ეს არის ადამიანის ხელით რეკლამა. ნახოთ. ხედავთ რა ლამაზი საზაფხულო ჩუსტებია. ქოშები. ხო არ იყიდით, იმიტომ რომ რეკლამა მე არ მაქვს და ეს. იგივე მეორდება. აი ეს არის ადამიანის ხელით მიერ შექმნილი რა, რომ დავფიქრდეთ. ეს შექმნა ადამიანმა. ნუ თუ იმ თეფშს, რომელიც დაფრინავს ადამიანი ვერ შექმნის, რაც ხეებს გადაგიტეხავს ბოსტანში. მიპასუხეთ, რატო ამპასუხებ? ნუ აი ეს რაღაცებს ზოგჯერ მეკეტება რა. ბოდიშით რომ მეკეტება. რა ვქნათ ახლა არ ზღვაზე ვიყავი და ეს არის ცხინვალის რა, ეს არის ცხინვალის. ვერ იხედი ამის მეც არაფერს არ აკეთებდნენ. ხო, სოფელი მაგიური კრისტალები ჩამოტალია საქართველოში მათ შორის. და პირდაპირ გეტყვით იყო ერთ-ერთ ოჯახში. და მერე მოხდა ერთ-ერთი პრეზიდენტის ოჯახში კიდე. არ იყო ერთ-ერთ ოჯახი. მაგიური კრისტალები ჩამოტალია საქართველოში. უმეტესობა მოსახლეობის დამოკიდებულებაა აკაკი ბაქრაძესთან. და ეს ინტერვიუ დაბეჭდილი მაქვს ფერანას და მანამდე ინტერვიუს საბაბი ჩემთვის გახდა ის რომ მამულში, გაზეთი მამული გამოდიოდა მაშინ 1990 წლის დეკემბერში დაბეჭდილი ესეთი ფრაზა რომ დღეს რომ ადამიანებმა ეს დედამიწის გარეშე ცივილიზაციის წარმომადგენლები და ანუ ზოგადად ობიექტი დაინახონ ამან იცის ციტირებ ცნობიერების ლიანგური შერყევა მასობრივად დაეწყება თუ. მიაქციეთ ამას ყურადღება. ცნობიერების შერყევა. კი. აი ახლა საქართველოში რაც ხდება? TikTok-ს რო გახსნით, კეთი ეგიდუნაშოს რო ნახავთ. ცნობიერების შერყევა. ეს ტვირთაშოთო სიხარულიძემ რო აწერია ის აფრიკის ვიდეოზე წერა. მე მეგონა რომ ოკეი, კაი. თვითონ ის აფრიკის ვიდეო მეგონა შოთოს გადაღებული. წინათაობა, მომავალი თაობა ჯერ ანუ ზოგადად ჩვენი ცივილიზაცია კიდე დიდხანს ვერ შეემზადება ამ რაღაცას. ანუ მიხვდით? ჭუჭუ. ხვდებით? მამაომაც იგივე თქვა. იგივე თქვა მამაომ და მე მამაოს მოღვაწეობა არა მხოლოდ საეკლესიო მიმართულებით, სხვა მიმართულებით ჩვენი ხალხი ფიზიკურად მზად არ არის. მზად არ არის რომ ეს რაღაცა ნახონ. თუ არსებობს რაღაცა სხვა TikTok-ი ჩართეთ ხალხო რა ხდება TikTok-ზე იშვიათად შევდივარ რო შევდივარ ეს რა ხდება ხალხო შინარო ერთ-ერთი უნათლესი წერტილია ქართულ საეკლესიო სივრცეში ამაო
მამა ზაქარია, მე ჩემს დიდ პატივისცემას გიდასტურებ თქვენს ხედვას და ძალიან დიდი ბედნიერება, რომ აი სახელმწიფო თქვენთან მომიწია დღეს შეხვედრა. ძველად თქმაში წერია, აი თანამედროვე ფიზიკა კიდევ ერთხელ იცნობს 4 ფორმას. ეს მყარი, სხეული, მყარი, თხევადი, გაზი და პლაზმა. ეს პლაზმა მხოლოდ 1932 წელს იქნა დაფიქსირებული. და ნათლობის ლოცვაში წერია 4-თა ნივთითა და 4-თა ჟამითა შეამკე სამყარო. ესე იგი, მაშინ უკვე მათთვის ცნობილი იყო ის პლაზმური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ 1932 წელს იქნა დაფიქსირებული. ძალიან ბევრი რაღაცეები, ისე ეს ნუ გავიგებთ, რომ ეს იყო რაღაც მაშინდელი ათეისტები მიყურებთ? კაი, ათეისტი რანაირად უნდა იყო просто. თუ არაფერს აგჯერეთ გამომწვევ. აი ღმერთმა განზადებული ცოდნა მოგწვა ზეციდან. ჩვენ ადამიანებს არ გვჯერათ და გვინდა დაბლიდან მოვაგროვოთ ეს ერთმანეთს დაემთხება თავის დროს. ანუ სხვა გონი ანუ აი ეს რაღაცა რომ ინფორმაციას აგროვებ და რაღაცები ბოლოს იკვრება ერთად და რაღაც ერთი გვაქვს სამყაროზე ინფორმაცია რა. არის ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, ხილული და უხილავი. არიან კეთილი ანგელოზები და არიან ბოროტი ანგელოზები, რომელსაც ყველაფერი ამაზე ხელეწიფება აქვს. მამა ზაქარია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით, ძალიან დიდი. მეცხვარეები იყო. მოკლედ, დღევანდელი ვიდეო დასრულდა, იმედია ძალიან გრძელი არ გამოვიდა. ზედმეტად გრძელი, ისეთი გრძელი, რომ ჭამა დაასრულეთ. კიდეც დესერტი დააყოლეთ, ჩაიც დალიეთ, გამოძინებაც მოასწარით. აი, ყველაფერს მოასწრებთ ისე, ალბათ დიდებოთ. მებო, კომენტარებს რომ იწერთ, ძალიან მიყვარხართ. ძალიან კაი ტიპები ხართ, რომ იცოდეთ თქვენ. და ჩემი ყველა გამომწერი და ყველა თქვენი დასმული ლაიქი, აი, ჩემთვის როგორ რაღაცა იცი, რომ შევდივარ და რომ ნახულობ, რომ ვიდეოს მოემატა 10 ნახვა, როგორ შოქში ვარცი. ანუ 720 იყო და 730 გახდა. ანუ კიდევ 10 ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩემი ვიდეო ენახა. ხო ვერთობით.